როგორ დაიწყო კინესთეტიკის განვითარება ზოგადად საქართველოში და რა საკითხებს მინდა რომ შევეხოთ. მოკეთ საკითხებს ალბათ ყველას ვერ შევეხები, მაგრამ მოგიყვებით ისტორიას და გეტყვით რა შანსი აქვს კინესთეტიკის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება რომ გადაიდგას. უბრალოდ გადავახტები რამდენიმე სლაიდს. კინესთეტიკის ისტორიას დავყოფდი ჩემს პირად ისტორიად და ქვეყნის ისტორიად და რატომ? სულ პირველად საერთოდ სიტყვა კინესთეტიკა გავიგე 1998 წელს, როდესაც ერთ-ერთ ორგანიზაციაში სრულიად ახალი სამსახური დავიწყე და რეანიმაციის თანამშრომლობა შევცვალე ხანდაზმულთა მომვლელად. და მაშინ იმ ორგანიზაციაში საშუალება ჰქონდა რომ ევროპელი კოლეგებისგან გვესწავლა მოვლა რა არის. და სწორედ ერთ-ერთი ასეთი სწავლების დროს გავეცანი სიტყვა კინესთეტიკას. ოღონდ მაშინ ვიფიქრე რომ ეს იყო გადასარევი ტექნიკა, რომელიც შეგვეძლო გამოგვეყენებინა. შემდგომ იყო სრულიად შემთხვევით, როდესაც მე ვსწავლობდი გერმანიაში, იმ პერიოდში საინფორმაციო შეხვედრა გახლდათ ვიტენჰერდეკეს უნივერსიტეტში, ერთ-ერთი კარგი კერძო უნივერსიტეტია გერმანიაში, სადაც კინესთეტიკის ტრენერმა, რომელიც თავადაც სტუდენტი იყო იმ წუთას იქ და სწავლობდა მოვლის მეცნიერების ფაკულტეტზე, წარმოადგინა რა არის კინესთეტიკა. აი სწორედ მაშინ მოვიწამლე ამ სფეროთი და ვიფიქრე რომ ეს არის ის, რაც ჩვენ ძალიან კარგად გამოგვადგებოდა. შემდეგ ისევ ბედნიერი შემთხვევის წყალობით 2 წლის შემდგომ აი იმ ადამიანთან, ნორბერტ ფელდმანთან, რომლის ღონისძიებაზე შემთხვევით მოვხდი, შევძელი და მის მიერ ჩატარებულ 2 კურსს დავესწარი, ანუ საბაზისო კურსებს კინესთეტიკაში, ძირითად და სრულყოფილ კურსებს. და ამ ყველაფერს მოყვა ის, რომ მართლა ძალიან გამიმართლა, მოვიპოვე დაფინანსება, სტიპენდია და მე შევძელი კინესთეტიკის სატრენერო განათლება გამევლო გერმანიაში პირველი და მეორე საფეხურის. და ამ განათლების სფეროში იგეგმება სხვადასხვა კონფერენციები, სიმპოზიუმები, სემინარები, პრაქტიკები. ცოტა დიდხანს მომიწია შემდგომ საფეხურზე გადასვლამ, მაგრამ ის ყველაზე ბოლო საფეხურიც დავასრულე და ამ წუთასაც ვსწავლობ, მინდა გითხრათ, არ შემიწყვეტია სწავლა და ვცდილობ რომ კიდევ უფრო მეტი ცოდნა შევიძინო ამ მიმართულებით. პირველი კურსი, ოღონდ არაოფიციალურად ძირითადი კურსი ჩატარდა 2003 წელს საქართველოში და რამდენიმე კოლეგა დამეთანხმება რომ ეს იყო საოცარი მოვლენა. მაშინ ჩვენ ვიყავით ადამიანები ორგანიზაციებიდან, ვინც ხანდაზმულებთან მუშაობდა, მათ უვლიდა და ჩვენთვის ეს იყო ისეთი აღმოჩენა, რომ გვეგონა ისეთი ინსტრუმენტები ჩავიგდეთ ხელში, რომ აწი არაფერი აღარ გაგვიჭირდებოდა. მაგრამ ეს კურსი არ იყო აღიარებული, იმიტომ რომ მეგობრობის ფარგლებში ჩატარდა, უბრალოდ ჩემმა პედაგოგმა და მასწავლებელმა, რომელიც საქართველოში სტუმრად იყო, თავისი თავისუფალი დრო დაგვითმო და ძალიან მადლობელი ვარ დღემდე ამისი. პირველი ძირითადი კურსი, ოფიციალური კურსი საგანმანათლებლო სატრენერო განათლების შემდეგ ჩატარდა 2006 წელს და ჩემი ჯგუფელები დამეხმარნენ ძალიან, იმიტომ რომ მარტო ამას ვერ შევძლებდი და ისინი ჩამოვიდნენ და სრულიად უსასყიდლოდ ჩაატარეს ჩემთან ერთად და პირველი სრულყოფილი კურსი, ანუ ეს არის მეორე საბაზისო კურსი, ცოტა მაღალი საფეხური, ისევ 2 ადამიანის დახმარებით, ულა შულიპოლისა და ვერნერ გრაფენის დახმარებით ჩავატარეთ. მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის ჩვენთან ყველა ის ადამიანი, ვინც ჩამოდიოდა, ყოველთვის უანგაროდ ჩამოდიოდა და თავის ცოდნას და გამოცდილებას არ იშურებდა. გარკვეული ცვლილებები იყო კინესთეტიკის მიმართულებით, ასევე სასწავლო პროგრამებისთვისაც, თუმცა ძალიან მოკლე ხანს არსებობდა ეს მოვლენა. 2015 წელს ახლებურად როცა დაიწყო საექთნო განათლებაში მოდულების შექმნა,
კინესთეტიკის მოდული იყო არჩევითი მოდული, როგორც პრაქტიკოსი ექთნისთვის, ისე ექთნის თანაშემწისთვის, მაგრამ შემდეგ 1 წლის შემდეგ შეიცვალა ეს მდგომარეობა და ამოიღეს ისევ სასწავლო კურსიდან. 2016 წელს დავაფუძნეთ უკვე საქართველოს კინესთეტიკის ასოციაცია. იმავე წელს ძალიან დიდი ვორქშოპი ჩავატარეთ საქართველოს კარიტასთან ერთად. ძალიან ბევრი ადამიანი ყავდა მაშინაც მოწვეული და სწორედ ამ წელს ასევე მოვახერხეთ სრულიად ახალი მასალა, სასწავლო მასალა გვეთარგმნა კინესთეტიკის სფეროში. სხვადასხვა წელს სხვადასხვა მიმართულებით განვითარდით, შევქმნით ვებგვერდი, თარგმნეთ ძალიან კარგი წიგნის მესამე და მეხუთე თავები, ძალიან მნიშვნელოვანი თავები, რაც კინესთეტიკის სრულყოფილი კურსის მონაწილეებისთვის არის რელევანტური და Facebook გვერდით შევქმნით საქართველოს კინესთეტიკის ასოციაციის სახელწოდებით. დღეს ეს წიგნი უკვე ნათარგმნი და დაბეჭდილია, ძალიან სერიოზული მასალა, რომელიც ეფუძნება მეცნიერებებს, ქცევის კიბერნეტიკას და ნეირობიოლოგიას. ასევე თანამშრომლობთ ცხოვრების ხარისხის ორგანიზაციასთან, ფონდთან, ჟურნალთან, რომელიც არის ინტერნეტ გამოცემა და ძალიან ბევრი პოდკასტები და სტატიები მიდის. ჩვენგანაც გერმანულ ენაზეა ჟურნალი. თავიდან დავიწყეთ ყველაფერი, იმიტომ რომ სატრენერო განათლებას აბსოლუტურად სხვა სასწავლო მასალა სჭირდებოდა და თარგმნეთ და შევქმნით ეს მასალა ტრენერებისთვის. შარშან შემოდგომაზე ნოემბერში დავიწყეთ სატრენერო განათლება და ამ კვირაში ვასრულებთ. შევქმნით საქართველოს კინესთეტიკის ასოციაციის ლოგო და არ ვაპირებთ გაჩერებას და ვაპირებთ წინ და წინ წასვლას. ეს არის ციფრებში ძირითადი კურსი რამდენმა ადამიანმა გაიარა, რამდენი კურსი ჩატარდა. ბევრი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს რიცხვი უფრო და უფრო გაიზრდება. სრულყოფილი კურსი გაცილებით ნაკლები გვაქვს, მოთხოვნიდან გამომდინარე, მონაწილეც არც ისე ბევრია. მაგრამ ეს ორი საბაზისო კურსი არის მნიშვნელოვანი. ეს ორივე კურსი უნდა ჰქონდეს ადამიანს გავლილი, რომ შემდგომ კინესთეტიკის სატრენერო განათლებაზე დაუშვან. მინდა იცოდეთ ადამიანები, რომლებსაც არასოდეს არ დაუხევიათ უკან, როდესაც მე მათ დახმარებას ვთხოვდი, რომ სხვადასხვა კურსები ჩაეტარებინათ კინესთეტიკაში და ეს ადამიანები არიან სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ექთნები, სხვადასხვა ვიწრო სპეციალობის პროფესიონალები სხვადასხვა ქვეყნებიდან: გერმანია, შვეიცარია, რუმინეთი, ავსტრია. მოგეთ, ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევები გვაქვს, ამაზე ახლა აღარ გავჩერდები. რატომ არის მნიშვნელოვანი კინესთეტიკა საქართველოსთვის? იმიტომ, რომ ჩვენს რეალობაში, იმ პირობებში, რა პირობებში ჩვენ გვიწევს მუშაობა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინდივიდუალური განვითარების შესაძლებლობების გაჩენას, როგორც ბატონმა ანდრაშმაც ბრძანა, იმიტომ რომ თითოეული ინდივიდი, რომელ მხარესაც არ უნდა იყოს, იქნება ეს მოსავლელი ადამიანი, პროფესიონალი, ხელმძღვანელი პირი, ყველას ძალიან სჭირდება ეს განვითარება. რატომ? იმიტომ რომ პირდაპირ კავშირშია საკუთარი ჯანმრთელობის შენარჩუნებასთან და განვითარებასთან. კინესთეტიკის პროდუქტი ყველაზე დიდი მონაპოვარი. ეს არის დამოუკიდებლობა და ზუსტად ამიტომ ეხმიანება ჩვენ სფეროს, ვინც აქ ბრძანდებით, რომ ჩვენ ვიხვწვით იმისთვის, რომ ადამიანი იყოს დამოუკიდებელი და არა ჩვენზე დამოკიდებული. კინესთეტიკის პრინციპების გამოყენება შეუძლია ყველა მდგომარეობაში მყოფ ადამიანს. აქ არ არის მარტო იმაზე ლაპარაკი და მიხვდით ალბათ უკვე, რომ ეს უნდა იყოს მხოლოდ მოსავლელი ადამიანებისკენ მიმართული. ნებისმიერ ჩვენგანს საერთოდ არაფერი არ აწუხებდეს, სჭირდება ამ პრინციპების ცოდნა, რომ თავის თავს კარგად მოუაროს და კომპეტენციების იერარქიას, რასაც ვეძახით, პირდაპირ არის მოდელი აღებული ბავშვის განვითარების ეტაპების საფუძველზე. ადამიანს
იმისთვის რომ შეეძლოს ორ ფეხზე დგომა, მან უნდა ისწავლოს ჯერ ზურგზე წოლა და დამიჯერეთ რომ ძალიან ბევრს ზურგზე წოლაც არ შეუძლია. ანუ იმ კრიტერიუმების შესრულება არ შეუძლია, რაც თითქოს ძალიან ელემენტარულია. ამიტომ თითოეულ პოზიციაში მოძრაობა და ერთი პოზიციიდან მეორე პოზიციაში გადასვლა ნიშნავს კომპეტენციების განვითარებას. ფიქრობთ, რომ ძირითადი და სრულყოფილი კურსის მონაწილეებთან ერთად შეგვიძლია კინესთეტიკის მომავალი შევქმნათ და ამ გზაზე ასევე ძალიან დიდ როლს შეასრულებენ ოჯახის წევრები, ვინც პრაქტიკულად არაფორმალური მომლელების როლში არიან და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება განათლების კუთხით გახლავთ აი ეტაპების, საფეხურების გავლა, რაც სატრენერო განათლებას მოიცავს და კიდევ ერთი ოცნება, რომელიც მქონდა და 20 წელზე მეტია მაქვს, ის უკვე შედგა. მე არ მინდოდა რომ მარტო ყოფილიყავი ამ ქვეყანაში, ამ სფეროს სპეციალისტი. დღეს უკვე ბევრნი ვართ და კიდევ ერთი ოცნება, რაც მაქვს, ეს არის კინესთეტიკის ცენტრის შექმნა, სადაც მაღალკვალიფიციური ადამიანები, კინესთეტიკის ტრენერები იზრუნებენ იმაზე, რომ ადამიანებმა თავისი მოძრაობის კომპეტენცია განავითარონ. მე ვფიქრობ, რომ ეს ოცნებაც შესრულებადია. ძალიან დიდი მადლობა.